კედლის აშენების უფლება. როგორც მოსახლეობა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მოსაშვილის ნომერ 3-ში კედლის მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში თუ კომპლექსმა კედლის მშენებლობის უფლება, კედელი ანუ კორპუსი გახდება ავარიული და შეიძლება დაინგრეს კიდეც. გადმოდით აქეთაზე და ვილაპარაკო რა მუსტებს იქნებ იმედი ჰქონდა მოსახლეობას, რომ ახლად არჩეული მერი, მინდა ესეც ვთქვა, ნარმანია, მე თვითონ მოვისმინე, რომ აწი დაიცავდა ის მშენებლობას, გააკონტროლებდა. ამ ქუჩაზე ცხოვრობს ბატონი პრემიერი და მოსახლეობას ასევე ეჭვიაქვს, რომ შეიძლება მისი რაღაცა ინტერესიც არის, იმიტომ მე პირადად წარმოუდგენლად მიმაჩნია ასეთი რაოდენობა პოლიციის და შსს ხალხის შემოსევა. ეს მეოთხე შემოვარდნა ამ კვირის მანძილზე. ზედამხედველობა გუშინ წინ იყო, ჩააწერინა პატრულის ეკიპაჟს, რომ ეს კედელი ჩვენია, ეს ბოძები უკანონოდ აპრილში დამონტაჟებული. აპრილში დამონტაჟებულზე ამა ჯარიმა გამოეწერა და 4 თვე შეჩერებული იყო მშენებლობა და ეხლა პირიქით ამაზე საურავი აქვს ამას გამოწერილი პაპაშვილს და გადასახდელი. და ესენი შემორბიან დასწრებაზე არიან და კედელს გვიკეთებენ.